სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ქალბატონებო და ბატონებო მიესალმეთ ჩვენს წამყვანს დათი ფიფშიაშვილი თუ დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება მონოლოგი არ მონოლოგი საკითხავი აი ეს არის როგორც მიხვდით ჩვენი დღევანდელი მონოლოგის თემა მსახიობობა დავიწყოთ თეატრით თეატრი არის ბერძნული სიტყვა რა ვიცი ხა რაც აქამდე თქვი ყველაფერი ბერძნული იყო და რახა ეს იქნება ესტონური სიტყვა მსახიობებს ერთ როლში სამი გარდასახვა აქვთ ხოლმე. ეგრეთ ედუაბჟანდაძეს ერთ რაგბის მატჩში 4-5 გარდასახვა აქვს ხოლმე. როლში შესვლა ძალიან გავს გვერდითა პარკირებას. ჯერ შესვლა გიჭირს და მერე გამოსვლა. რომ გახდეთ წარმატებული მსახიობი არ გჭირდება რომ დაამთავრო თეატრალური უნივერსიტეტი. რა ვიცი ხა, არ ამგონია ძაღლ ჰაჩიკოს 4 წელიწადი ესწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში. საპნის ოპერის მსახიობების დამახასიათებელი ის არის რომ სულტირიან. ჩემი აზრით საპონი ჩაუვიდათ მაგათ თვალში. ქართველი მსახიობები არაფრით არ ჩამოუვარდებიან ჰოლივუდის მსახიობებს. აი მაგალითად მედია ჯაფარიძე ნატალი პორტმანს ჯიბეშიც ჩაიდებდა, ხელშიც დაიჭირდა და ფეხსაცმელსაც მოუხდენდა. ცნობილი ფაქტია, რომ იპოლიტე ხვიჩია ვერ დადიოდა გასვენებებში, რადგან მის დანახვაზე ყველას ეცინებოდა. ეგრე გრეგორი პეკიც ვერ დადიოდა საქართველოში გასვენებებში. არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები. თავიდან მეგონა ეს გამოთქმა შვარცნეგერზე და დენი დევიტოზე იყო. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ჯეკი ჩანს დუბლიორი არ ყავს. დუბლიორს რომ ეუბნები, მე-14 სართულიდან უნდა გადმოხდე, ცეცხლში უნდა გაიარო და 15-მა კაცმა უნდა გცემოს, არ ამგონია რომ რომელიმე დუბლიორი დაგთანხმდეს, რა ვიცი. არ შემიძლია რომ არ ვახსენო ალ პაჩინო, მაგრამ ისე რატო არ შემიძლია? ჩემი გადაცემაა, ვინ დამიშნეს? ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ჩარლი ჩაპლინს თავისი ორეულების კონკურსში მეორე ადგილი აქვს დაკავებული. მანდაც თუ რეალია პირველზე გასული, მე მართლა გადავირევი. ცალკე ფენომენია დიკაბრიო, რომელსაც ოსკარს არ აძლევდნენ. სხვათა შორის, არც სამაშველო რგოლს ტიტანიკში. მსახიობებზე მონოლოგს შესაბამისი სიმღერა მოუხდებოდა. ბრაზ დამეხმარე. მსახიობი ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე. რუსუდან ბოლქვაძე თუმანიშვილის ვარსკვლავი დღეს დათი შოუს სტუმარი რუსუდან ბოლქვაძე თუმანიშვილის ვარსკვლავი დღეს დათი შოუს სტუმარი მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა? გავგიჟდი, ძალიან მოგეწონა. კიდე შემოვიდოდი სიამოვნებით. თან ჩემი საყვარელი სიმღერა იყო და გადააკეთეთ ჩემზე ძალიან მესიადი. კი ბატონო. დავიწყოთ თქვენი კარიერით.
დავიწყო. კი ბატონო. სანამ წარმატებული მსახიობი გახდებოდით, მანამდე ბავშვობაში თუ მსახიობობდით? კი. აქედან დაიწყო ყველაფერი. იმიტომ რომ ბავშვობაში სულ რაღაცას თამაშობდი. მაგრამ ამითი ახლა გამონაკლისი არ ვიყავი, ყველა ბავშვი თამაშობს, ხო? მე უბრალოდ გამიგრძელდა ეს ბავშვობა და რაღა დაგიბალდა ჯერაც ვერ გამოსულვარ, მე მგონი ისე გამიხარდა ეს კლასობანა რომ დავინახე ახლა. სხვათა შორის მეც მსახიობობდი. მსახიობობ. არა, ერთხელ სხვათა შორის, ერთხელ მსახიობე, ვითომ სიცხე მქონდა. მაგრამ მე მაინც სკოლაში არ გინდოდა წასვლა. მე მაინც მიმიხვდნენ და მაინც გამიხდნენ. მე სხვათა შორის ეგ არასოდეს არ გამომდიოდა. აი, სხვათა შორის ეგ არ მომსვლია აზრად, რომ მომეტყუებინა. იცი რატო? ყოველთვის მიხაროდა სკოლაში წასვლა. ვერ გეტყვი ხა რომ მეცადინეობა და სწავლა მიხაროდა არც როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს, მაგრამ ძალიან კარგი კლასელები ყველა ნორმალური. განსაკუთრებით იცი რატომ მიყვარს დღემდე ჩემი კლასელები? იმიტომ რომ იმათ რომ ხედავ მართალი ხა უკვე გაამელოდნენ, გაასუქდნენ, დააბერდნენ, ისინი ოღონდ მე არა. აჰა. ეგეთი. მაგრამ იმათ რომ ხედავ ისე ის სკოლის ასაკისები ხდებით სულ ყველანი და სხვა რაღაცეებში უფრო ვტყუოდი და ვთამაშობდი, იცი? აი რაღაცა უფრო ზაფხულობით გავდით ხოლმე სპექტაკლებს. მერე კიდე სკოლაში ყავდა ძალიან კაი მასწავლებლები, ინგლისურის მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურად დგავდნენ სპექტაკლებს და თან ვსწავლობდით ესე შეექსპირს რაღაცა და ჩემი პირველი როლი იყო 14 წლის ასაკში ვითამაშე შექსპირში ბატონო. აბა სკოლის სპექტაკლში და ინგლისურად. და როგორია 90-იან წლებში მოპოვებული პოპულარობა? პოპულარობა კი არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა მოვიპოვეთ ჩვენ ყველამ. და ეს იყო რა იცი, ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. თქვენი წარმატების სატკისები უკავშირდება ბატონ მიხეილ თუმანიშვილს, რომელმაც თავის კინოსტუდიაში მიგიწვიათ. და როდესაც ეს მოხდა, ბატონ მიხეილ თუმანიშვილს, თუმანი ხომ არ ჩაუკუჭეთ კინოში? არა, თუმანი არ ჩაუკუჭე. იცი რატო? ჯიბეები ამოკერილი ქონდა. აჰა. კი ბატონო. და თან კიდე იმიტომ რომ არ დამჭირდა. კი ბატონო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით რა თქმა უნდა მეც ვიხუმრე. და რომ აგვიღწეროთ გენიალურ მიხეილ თუმანიშვილთან მუშაობა. როგორი რეჟისორი? დღემდე ვნანობ, რომ თუმანიშვილთან სულ მერიდებოდა, იცი, აი ეს ურთიერთობის ის გამოხატვა იმ ჩემი დამოკიდებულების მის მიმართ, ჯერ ერთი მისი ნებით აღმოჩნდი მე ამ თეატრში, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი მაინც სულ რაღაცნაირად მერიდებოდა, რომ არ იფიქროს, რომ ეხა მე რაღაცა თავს ვახვევ ჩემ იმას, არ იფიქროს და ამის გამო ცოტა ზედმეტი მომივიდა, იცი? ხო, აი საერთოდ რაღაცაში ყველაფერში საჭიროა ზომიერება, იცი? მერე რო გარდაიცვალა, მერე მივხვდი და ვინანე, იცი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა დავაკელი ამეთი ჩემ თავს, მასთან ურთიერთობის და რა დავაკელი, იცი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? ის იყო დიდი ბავშვი. აი ხა შენთან მაგალითად ძალიან მაგრა იმეგობრებდა. ხო და აი რო შეხედავდი, იცი რა, ხა თან შე რო პატარა ხარ და ისო ხან შესული კაცია, მე რომ მივედი თეატრში 60 წლის იუბილე აღუნიშნეს. ხო და რაღაცნაირად ფიქრობ, რომ აი პროფესორი რაღაცა ჭაღარა ულვაშებით, პორტფელით დაადის სერიოზ ბატონო მიიშაეუბნებიან და მართლა ასეთი ადამიანი იყო. მაგრამ მოცემ შეეძლო პატარა ბიჭივით ეთამაშა შენთან ერთად რა. და ისეთ სპექტაკლებს დგავდა, რომ აი იმ სპექტაკლებში ჩანდა, რომ შიგნით გარედან სხეული კი ქონდა დიდი კაცის, მაგრამ შიგნით ბავშვი იყო. კი ბატონო. საქართველოს გარდა ასევე ბევრ ქვეყანაში გქონიათ სპექტაკლები. კი ბატონო. და ბევრს მოგზაურობთ. დიახ. ანუ სანამ SOSO Around the World იქნებოდა, მანამდე რუსუდან Around the World იყო? ეგრე გამოვიდა. კი ბატონო. ან რუსუდან On the Road-იც გამოდის? ეგეც. კი ბატონო. კი. რომელ ქვეყანას გამოარჩევდით, სადაც გიმოგზაურიათ? იცი რა, ვერ გამოვარჩევ ვერც ერთ ქვეყანას, იმიტომ რომ
ყველა ქვეყანას აქვს თავისი ძალიან საინტერესო და ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული ხასიათი, გემო, სუნი, ყველაფერი და თან იცი რა არის, ჩვენ ისე დროს მოგზაურობდით, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო მაშინ ჯერ კიდე, ან აი ახალი ის იყო და ასე აქტიურად არ დადიოდა ხალხი რა საზღვარგარეთ. ან დადიოდა რაღაცა ჯგუფის ქვეყნებში მარტო და აი ესეთ ქვეყნებში, სადაც ლათინურ ამერიკაში, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აი რაღაცა იგეთ ადგილი, ნუ ევროპაშიც თავისთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველგან ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ და იმდენად საინტერესო იყო და იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი, რომ ახლა პარიზში რო გადაირბენენ, როცა გინდა და მადრიდში და იმაში, მაშინ ეს იყო მოვლენა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მადრიდმა. მერე გავგიჟდი ედინბურგზე. ედინბურგი იცი როგორი ქალაქია, აი ზღაპრებში რო წარმოგიდგენია რაღაც საოცარი ქალაქი არის, რაღაცა აღმართებით და აღმართებით. ერთი პერიოდი მესიზმრებოდა ხოლმე. ბავშვობაში რაღაცა ქუჩები და რაღაცა სახლები და ქალაქები და ედინბურგში რო ჩავედი, ის ქუჩები არ დამხვდა. იცი რა მაგარი იყო? ავსტრალიაში კოალა, ყველაზე მაგარი შთაბეჭდილება იყო ჩემი კოალასთან ურთიერთობა. კოალა ხო იცი? კი. ევკალიპტის ხეზე რო ცხოვრობს ესე და რა კაი ტიპია იცი? აი არაფერი არ აინტერესებს, აი არაფერი არ უნდა, მარტო უნდა რომ ეძინოს და ჭამდეს ევკალიპტის ფოთოლს. ძალიან ზარმაცი არის რა. ხო და ნელია ხო და თან ესეთი ყურები აქვს, ჩიბურაშკა რო იყო ჩემ ბავშვობაში ბულთვები. ეგეთი ყურები აქვს ბეწვებიანი. თვითონაც ის არის და იცის მარტო ჩახუტება. გრძელი ხელები აქვს სპეციალურად და ფეხები რომ ესე შემოწვდეს ხეს რა. და ესე არის ამ ხეზე და ესე არის. და ერთადერთი როცა ძირს იცი რა არის, ძილისგან ზოგჯერ იყო და ვარდება ხოლმე ძირს და ძირს დაეტყებება. აიღებენ, მე მიამაგრებენ ესე ამ ხეზე, თუ გაიღვიძებს, მოწყვიტავს იქვე ევკალიპტის ფოთოლს, შორს რო არ წავიდეს, შეჭამს და თავს უძინავს. ხო და იქ ზოოპარკში ავსტრალიაში ზოოპარკი აქვს და იმ ზოოპარკში ცხადია ბინადრობენ ეს კოალები, როგორ უვლიან, იცი სულ 40 ცალია დედამიწაზე და არ ერთი ამბავი უვლიან. და ზოოპარკში ეს კოალები, ეს ჩვენი ზარმაცი კოალები ფოტოგრაფთან მუშაობენ, ფოტოგრაფის ჯიხურივით არის იქა, რომ მუშაობენ. ანუ როგორ? ახლა რომ მიდის იქ ტურისტი ხო და კოალასთან სურათის გადაღება. ეხლა სირაქლემასთან მიდი და გადაიღე სურათი, რას გაგიჭირდება, დაგაზავს, გავარდება, ხო? ხო და ეს კოალა კიდე რა კაი ტიპია, რა შეენაღვლება ეხლა, ხეს შემოეხვევა თუ შენ შემოგეხვევა. აი, დადგები ესე და მოგეხვევა ეს კოალა, ხეგონი ხარ. ხო და ესე და დაიცი და დაგადებს აქ თავს და ძინავს და შენ ბედნიერი სახით და გიღებენ მერე სურათებს, მაგ ეგ სურათი. ეხლა რომ ცოდნოდა რომ ამაზე ვილაპარაკებდი, წამოგიღებდი და გაჩვენებდი. კი ბატონო. ხო და ეს იყო კოალასთან ჩახუტება, იყო აი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მე მგონი. კი ბატონო. ყველაზე უცნაური ეტიუდი რა შეგისრულებიათ და რომ გვაჩვენოთ. სირაქლემა ვითამაშე ერთხელ. ოღონდ ეს ეტიუდი არ იყო, სპექტაკლში იყო ესე ლალი კიკელიძე იყო ასეთი არაჩვეულებრივი მსახიობი ჩვენი მეგობარი და რომ დანიჭერე, რომელიც პიესებსაც წერდა და მე თვითონ დგავდა იმ პიესებს და ერთხელ აი ესე დავწერო რაღაცა პიესაო და მოდიო რა ექსპერიმენტი მაქო რაღაცაო და მოდიო რა გვერდში დამიდექიო, მეთქი კაცო, მოდი, რასაც გინდა ვითამაშებ, შან ლალი, ოღონდ შენ რაღაცა გააკეთე და რაღაცა და ხო აი ესეთიო როლი მაქო ერთიო შენთვისო რა, სირაქლემაო. ხო და თუ ითამაშებო და ისე კარგად ვითამაშე. მაგრამ ეხლა ეწუც ვერ გავაკეთებ. ფეხსაცმელები შემიშლის ხელს, სირაქლემა სხვანაირად დადის. თუ შეგიძლიათ მიხვდეთ ადამიანი პროფესიონალი მსახიობია თუ არა? ცხადია, როცა როლს თამაშობს, ხო? იცი რა, კინოში შეიძლება ვერ მიხვდე, მაგრამ თეატრში მიხვდე. კი ბატონო. მსახიობობის გარდა ბავშვებისთვის ზღაპრებსაც კითხულობ. კი ბატონო. რაში გამოგდგომიათ თქვენი ეს ზღაპრის მოყოლის ნიჭი? რა ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ რეპეტიციებზე დაგვიანების დროს.
რომ მოუყვეს ღაპრები რატომ გვიანებ? არა, მაგისთვის ზურა ყიფშიძეა. აჰა. კი ბატონო. იმან იცის ხოლმე რომ აგვიანებს, მე რეიწყებს მოყოლას თუ რატომ დააგვიანა. და მე არასოდეს არ ვყვები. მე უბრალოდ ვაგვიანებ და მე ბოდიშს ვიხდი. აჰა. ჩვენც ყავს ეგეთი ქალბატონელოსი. კეჩკი. ალბათ, ყველას ეყოლებს. უცხოური ფილმებიდან რომელ ფილმში ისრულებდი თამაშს, რომელიც ახლა გადაღებულია უკვე? ჩემ ბავშვობაში იყო პეპის ფილმი, პეპი გრძელი წინ. ხო, აი იქ ვითამაშებდი. პეპის? აბა რა? რა თქმა უნდა. სულ ფიქრობდი რომ მე რაღაც მე რო გავიზარდე სპექტაკლების დადგმა დავიწყე და ფიქრობდი რომ ხო არ დავდგა პეპი თქო. და რას მივხვდი იცი რომ პეპი არ არის ბავშვი. პეპი არის დიდი, ბატონ მიშაზე რო ვთქვით, თომანიშვილზე, რომელიც დიდია, უბრალოდ შიგნიდან არის ბავშვი, ისმის. უბრალოდ ტანით დიდია. იმიტომ აი პატარა ყავმი და ანიკაზე უფრო ჭკვიანი, უფრო ღონიერი, უფრო ხერხებული, იმიტომ რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და რაღაცეები იცის, მაგრამ შინაგანად არის ბავშვი, გაიგე? ხო და ამიტომ ვფიქრობდი, რომ თუ ვინმეს მოუნდება ამიდეს თამაში და მათამაშებს პეპის 66 წლის ასაკში სიამოვნებით ვითამაშო. კი ბატონო. კი ბატონო. ახლა კი მარადიული კითხვა. ვაიმე, მე შინია ყველაფერი მარადიulis. კინო თუ თეატრი? თეატრი. კი ბატონო. იმიტომ რომ თეატრი მარადიულია. მარადიულია. როცა გაიგეთ რომ ბავშვის ღამის შოუში მოგიწვია სტუმრად. აი, პირველი რა გაიფიქრეთ? რა კაია თქო. აჰა, გასაგები. მეორე რა გავიფიქრე რომ ეს დათი რა გადასარევი ბიჭია. დიდი მადლობა. გავაგზავნოთ. მესამე რა გაიფიქრე? მესამე რა გავიფიქრე? რა კაი ბენდი ყავს. ხო, მართალია. უი, ეს დათის შოუ ეს ისა ბიჭები რო არაჩვეულებრივად უკრავენო. რა კაია, წავალ და იმათთან ერთად ვიმღერე. მოიცა, აი თავიდან რომ გავიმეოროთ ამას ვსა რა ქვია, ტელეფონს მოვიტან და ჩავწერ ხმოვანს ჩავწერ. აი დავიწყოთ. აბა. კი ბატონო, აი ბავშვის ღამის შოუში რომ გითხრეს რომ უნდა მოსულიყავით სტუმრად, პირველი რა გაიფიქრეთ? რა კარგია თქო. კი ბატონო, მეორე რა გაიფიქრეთ? მეორე გავიფიქრე ეს დათი რა გადასარევი ბიჭია და რა კარგია. კი ბატონო, მე კარგია და მესამე გავიფიქრე რომ რა ბენდი ყავს არაჩვეულებრივი. კი ბატონო. ეს რა გადასარევი ბიჭები არიან და როგორ მღერიან და ნეტა მაგათთან მამღერა თქო. მეოთხეც რამე ხომ არ გაიფიქრეთ? მეოთხე გავიფიქრე რა პროდიუსერი ყავთ და რა ჯგუფია საერთოდ და რა გადასარევი გადაცემაა და კი ბატონო. ეს რა მხიარული ხალხია და კულისებშიც და ყველგან რა კარგი ადამიანები არიან. ხო, ეს გავიფიქრე. კი ბატონო. დიდი მადლობა, ამას ყოველღამე მოусმენ. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანახუჩე კვარაცხელია ჩვენთან მოსტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავდეთ. ანუ თქვენ ხართ ხუჩა და მე გისვამთ კითხვას როგორც ხუჩას. თქვენ და მიპასუხოთ როგორც ხუჩა. კარგი, მაინც ახლა შევიდე ხვიჩას იმაში როლში, თო ესე ადვილია ახლა ხვიჩას მაგერად პასუხის გაცემა? კვარა, უცნაური ნიუთების აკენწვა თუ შეგიძლიათ. აი ეს რა აგვიკენწოთ? არა, ესე აკეთებს ხოლმე. კი, ეგრე. კი ბატონო, აი ეს რომ აგვიკენწოთ. კი, რა თქმა უნდა, შემიძლია. ფეხითო. ფეხი? ხელითაც შემიძლია. კი. ფეხით რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ ოპა! ბავშვობაში ხო? დიახ. თამაშობდი ფეხბურთს. დიახ. ჩემ ძმასთან ერთად ბიჭებთან რაღაცა და ერთხელ ჩემი ძმა მოდის და ჩქარო, იქო გუნდშიო რაღაცაო და მეკარე არ აყვავსო. აჰა. და კარში დამაყენეს. რაკეტ ფურთები აიღეთ? ავიღე, ხო, 11 მეტრიანი, ავიღე, ერთი გრიშა იყო პირველ კურსელი. ხო და მე კიდე მეხუთე კლასში ვიყავი. აჰა. და გრიშას დარტყმული პენალი ავიღე. დიდი მადლობა. რა სხვაობაა თეატრებს შორის? აი მაგალითად, თუმანიშვილის თეატრსა და თავისუფალ თეატრს შორის. ჯერ მსგავსებას გეტყვით. კარგით. ორივე თზე იწყება. აჰა, ორივე თზე იწყება. ორივეგან არის სცენა და დარბაზი.
ხო და განსხვავება ის არის, რომ ეს არის თუმანიშვილის თეატრი და ის არის თავისუფალი თეატრი. აჰა, კი ბატონო. დიდი მადლობა. 2012 წელს სპექტაკლი ზვავი დადგით. დიახ. ჩუმი სპექტაკლი იყო ალბათ, ხო? აი ეს ზვავი უფრო რომ არ ჩამოწოლილი. ან აი მაშველები თუ დაგჭირდათ რომ მსახიობები როლიდან გამოგეყვანათ. კაია, ვიცი. მაყურებელი ალბათ თბილისჩაცმული მოვიდა, ხო მას? ჯეთი მადლობთ რომ ეს სპექტაკლი გამახსენე და ძალიან მიყვარს მე ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში პირველი ესეთი ნაბიჯი, როცა მე სპექტაკლი დავდგი, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდი მაგას. ხო და წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა და სხვათა შორის, იცი, 12 წელიწადია უკვე რეპერტუარში არის. ხო, მაგრამ თბილისჩაცმას რაც შეეხება, თბილისჩაცმული მოვიდა, იმიტომ რომ ზამთარში ჰქონდა თან პრემიერა და მაგ დროს ისედაც თბილისთაცვია მაყურებელს, მაგრამ ყველაზე სასაცილოს გეტყვი, რომ ყველაზე თბილისჩაცმული მაყურებელი იცი როდის მახსოვს? როდესაც ვთამაშობდით ზაფხულის ღამის სიზმარს. აჰა. ხო, ძალიან კარგად გამოდიოდა სპექტაკლი, კაი სპექტაკლი იყო, მაყურებელი ძალიან ბევრ ტაშს უკრავდა, მაგრამ ჩვენ ტაში სხვა არ გვესმოდა. რატო იცი? ხელთათმანებით იჯდა მაყურებელი. მაგრამ ჩვენ ვიყავით ძალიან სიფრიფანა კაბებში და აი ესეთი უცნაური რაღაცები ხდება თეატრში. შეიძლება ზაფხულის ღამის სიზმარს თამაშობდე და თბილისჩაცმული მაყურებელი იჯდეს და შეიძლება ზვავს თამაშობდე და მაყურებელი შორტებით იყოს. კი ბატონო. ახლა რაღაც თამაში მინდა შემოგთავაზოთ. გიჟდები თამაშებს. მე გეტყვით მსახიობებს და თქვენ მითხარით რომელი გირჩევნიათ. ოღონდ ქართველები არა. არა, ქართველები. კარგით, დავიწყოთ. იმიტომ რომ ყველა მიყვარს. რიჩარდ გირი თუ ალ პაჩინო? ალ პაჩინო. ალ პაჩინო. ალ პაჩინო თუ ტომ კრუზი? ალ პაჩინო. ალ პაჩინო თუ ბრედ პიტი? ალ პაჩინო. ალ პაჩინო. ალ პაჩინო ხوار მოგაგზავნა ძმა. არა. ალ პაჩინო თუ ალენ დელონი? ალ პაჩინო. ალ პაჩინო თუ სილვესტერ სტალონე? უიმე, კაი, გაჩერდით. ალ პაჩინო. რა ალ პაჩინო? კარგით. შენ სტალონე გიყვარს? სტალონე. კი ბატონო. მაგაზე გაჩერდით. სილვესტერ სტალონე თუ გრეგორი პეკი? შენ ვინ გინდა მითხარი? სტალონე. სტალონე. მოდი, ამჯერად იყოს თქვენ ვინც გინდათ ის აირჩიეთ. მაშინ გრეგორი პეკი. კარგით. გრეგორი პეკი თუ დენზელ ვაშინგტონი? გრეგორი პეკი. გრეგორი პეკი თუ ტომ ჰენკსი? გრეგორი პეკი. გრეგორი პეკი თუ შონ კონერი? ეხლა მე სულ ფიქრობ, რომ ალ პაჩინოს მოგზავნილი ხარ თუ გრეგორი პეკის. ეხლა მე მაგას ფიქრობ. გაიმარჯვა გრეგორი პეკმა. და ალ პაჩინო. ალ პაჩინო. ალ პაჩინო არ დამიჩაგრო გეხვეწ. აჰა, კარგით. სილვესტერ სტალონემაც. სტალონე შენი ხათრით, ბაჭი, გაიმარჯვა სტალონემ. გაიმარჯვა. ეგრე იყოს. კი ბატონო. დათის უყვარს სტალონე და გაიმარჯვა სტალონე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და ბოლოს, ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის. იქნებ თქვენც რაიმე მასწავლოთ. ეხლა შენ პირადად ეგ ნაკლებად გეხება იმ რაც მე მაქვს სურვილი რომ ბავშვებს უთხრა. მაგრამ მაშინ ვიტყვი მაინც, კარგი? ბავშვებო, იმეგობრეთ უფროსებთან. აჰა. კი ბატონო. მე იმდენ უფროსთან მეგობრობ უკვე. ამიტომ თქვი შენ ეგ ნაკლებად გეხება. კი ბატონო. და შენ გისურვებ წარმატებას და რა ვიცი, გირჩევ რომ არასოდეს არ უთხრა შენ თავს რომ აუ ყოჩახ რა მაგარი ბიჭი ვარ. არა, საერთოდ. ხო, თუმანიშვილის კიდევ ერთი ბრძნული რჩევა და მაშინ თქვენის ნებართვით გავიმეორებ ბატონო მიშა. ხო და იცი რაო, როცა გაქებენო, გაუღიმეთ, მადლობა უთხარით, მაგრამ არ დაიჯეროთ. აჰა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენით გავანდელი სტუმარი იყო მსახიობი ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე. რუსუდან ბოლქვაძე თუმანიშვილის ვარსკვლავი დღეს დათიშოუს